აბა გოგოებო, მე ამბოხები ვართ? რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მეგობრები ვართ. არა, დაგავიწყდათ, მე გუშინ გითხარით, რომ რაღაც უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ მე ამბოხები გახდეთ. ხო, იმედი მაქვს გააკეთებთ. მზად ხართ? ჩაიცვით ესენი და სკოლის ეზოში იარეთ. მომისმენთ, არ ფიქრობთ, რომ ეს ცოტა ზედმეტია? ჩვენ ასე არასდროს მოგექცეოდით. თქვენი გადასაწყვეტია. კარგი, მოვიფიქრებთ. რას უყურებთ? გოგოებო, რას ფიქრობთ, გააკეთებენ? არა, და ვერც გახდებიან მე ამბოხეები. მაგრამ რომ გააკეთონ მერე ჩვენთან ერთად იქნებიან. მასწავლებლო მაიკ, გჭირდებით. ლეილას უნდა რომ ეს ჩაიცვა და თავი შეერცხვინა მთელი სკოლის წინ. არა, უბრალოდ ეს გჭირდება რომ მე ამბოხეები გავხდეთ. ლეილა, დაუძახე რაც გინდა, ჩემთვის თავი შეერცხვენაა. დღეს საჭმელს შევჯამ. მასწავლებლო მაიკ, ნახეთ, მე ამბოხეებმა ისინი მოგცეს და გვითხრეს რომ ჩაგვეცვა და სკოლის ეზოში გვარბინა. მასწავლებლო მაიკ, იანამ არასწორად გაიგო ეს ყველაფერი საჭიროა იმისთვის რომ მე ამბოხეები გავხდეთ. ახლა იანას გამო არ ვაკეთებთ. უი, ვირცხებო, გამარჯობა. და ჩაცმულს რატომ ვერ გხედავთ? ხო, თან ახლა ბნელო. ანუ არ გააკეთეთ? მე ამბოხეებო, რაღაც პრობლემები გვაქვს ამასთან დაკავშირებით. გვინდა რომ ჩავიცვათ ეს საცურაო კოსტუმები, მაგრამ ამას თქვენ შემდეგ გავაკეთებთ. ჩვენ შემდეგ? გოგოებო, ჩვენ მე ამბოხეები უკვე ვართ. ეს თქვენ გჭირდებათ რომ გააკეთოთ, ჩვენ არა. იცით რა მე ამბოხეებო? არა, რაც გინდათ ისქენით, მე ამას არ გავაკეთებ. მე ამბოხეებო, დრო მოგვეცით ხვალამდე გთხოვთ, ხვალ მართლა მოვალთ ამ კოსტუმებით და სკოლის ეზოში ვივლით. ლეილა, შენ საუკეთესო მეგობარს მიატოვებ? ამას ვერ გააკეთებ, იმიტომ რომ ვირთხა ხარ. მე ვირთხა ვარ, მაგრამ ეს თაგუნია. გოგოებო, მოიფიქრეთ და რაც გინდათ ის გააკეთეთ. ხვალ, თქვენი ბოლო დღეა და თქვენზეა დამოკიდებული.